1993 წლის 27 ივლისია წარმოიდგინეთ, ანუ სოხუმის დაცემამდე ზუსტად 2 თვით ადრე სოჩში, აი იმ სოჩში, რომელიც ოდესღაც ჩვენი იყო, გაიმართა სამხრივი შეხვედრა. ერთმანეთს შეხვდნენ ოკუპანტის სახელმწიფოს რუსეთის წარმომადგენლები, საქართველოს ოკუპირებული სახელმწიფოს წარმომადგენლები და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები. რაზე მოილაპარაკეს მხარეებმა? რაზე მოილაპარაკეს მხარეებმა, მეთქი ასე ვამბობ, აფხაზური მხარეც სამწუხაროდ მხარედ იყო მიჩნეული. ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოვახერხეთ. რაზე მოილაპარაკეს და მოილაპარაკეს იმაზე, რომ კონფლიქტის ზონიდან, სოხუმიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან მხარეები, შეიარაღებული ძალები უნდა გასულიყვნენ, დაშორიშორებულიყვნენ. მათ შორის უნდა გაეყვანათ საარტილერიო და სატანკო დანაყოფები და ასეც მოხდა. დაიწყეს გაყვანა განსაკუთრებით კი არა, სწორედაც რომ ქართველებმა გაიყვანეს, იმიტომ რომ ამბობდნენ შევარდნაძის პერიოდია, რომ რუსეთი ამ შეთანხმებას აღარ დაარღვევდა, თუმცა მანამდე რუსეთს არაერთი სხვა შეთანხმება ჰქონდა. დარღვეული გვახსოვს ერთ-ერთ მოლაპარაკებაზე ჯაბა იოსელიანი თეთრ ჩოხაშიც კი იყო წარმოდგენილი, მის გვერდით თვით რუსეთის ლიდერი ლოთი კაცი, პუტინი კი არა, პუტინის წინამორბედი, დიდრონი კაცი იყო ის ლოთი კაცი, ელცინიც კი იდგა. შევარდნაძე კი იყო დიდოსტატთა შორის, დიდოსტატი ასე იყო მიჩნეული, იმიტომ რომ ის ბეიკერს თუ გენშერს იცნობდა და რა ამბები არ ქონდა გაჩარხული და მოგვარებული, როცა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. გაივლის 2 თვე, ზუსტად 2 თვე და სოხუმი დაეცემა. ანუ რუსეთი ამ 2 თვის განმავლობაში ჩვენ კიდევ გადაგვაგდებს აფხაზური შენაერთები არ გავლენ სოხუმიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან და ეს ხელს შეუწყობს რუსეთს პირველ ყოვლისა და აგრეთვე სეპარატისტებს, რომ მთლიანად გააკონტროლონ აფხაზეთის დედაქალაქი სოხუმი. მერე ბევრი ჩვენგანი იტყვის, რომ ეს შეთანხმება, დაგომისის შეთანხმება, მოსკოვის შეთანხმება, სხვა და სხვა შეთანხმებები იყო შეცდომა დაშვებული ედუარდ შევარდნაძის მიერ, მაგრამ იმხანად ამოსუნთქვა უნდა ქართულ სახელმწიფოსაც და პრაქტიკულად ყველაფერზე თანხმდება რუსეთის ფედერაციას, რომელიც მაშინაც მზაკვარი იყო, მანამდეც მზაკვარი იყო საუკუნეების განმავლობაში და ყველასთან. და უკვე შემდგომაც, ანუ 90-იანი წლების მიწურულიდან, 2000-იანი წლების დასაწყისიდან, პუტინის ეპოქაშიოს და 5 წელია გასული, პრაქტიკულად ხომ მზაკვარი და მზაკვარი, იმპერიული და იმპერიული, გაუმაძღარი და გაუმაძღარი არის აბა რა. 93 წლის 27 სექტემბერს აკითხარით, ასე უნდა ვთქვა, ასე ვამბობთ ჩვენ, გვახსოვდეს აფხაზეთი. დროებით, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ 27 სექტემბრიდან, აგერ ამდენი ხანია უკვე გასული, 33 წელი გავაბალე, ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი. და ყოველ ჯერზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი ამგვარი, რომ აი მომავალ წელს სოხუმში ესე ამბობენ ცალკეული პოლიტიკოსები ან ცალკეული პოლიტიკური პარტიებიც კი. არავით არის მომავალ წელს აფხაზეთი, არავით არის მომავალ წელს სოხუმში არ დადგება, მანამ სანამ გეოპოლიტიკურად, არ გეოსტრატეგიულად, სოფლიო რუკაზე არ შეიცვლება ვითარება. არავინ ჩვენ არ მიგვიღებს სოხუმში და ძალითაც თუ თლად გულახდილები ვიქნებით, ყოველ შემთხვევაში ამ კონიუნქტურის პირობებში ჩვენ სოხუმში თუ ცხინვალში ვერ დავბრუნდებით. მით უფრო ვერ დავბრუნდებით მაშინ და იმ პირობებში, როდესაც ბანდიტი ბიზინა ივანიშვილი პრაქტიკულად ემზადება საიმისოდ, რომ სოხუმთან, რომელსაც არ ვცნობთ, ეგრა მაგის პასუხია, გააფორმოს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება თუ პაქტი თუ შეთანხმება, ანუ უთხრას სოხუმს, რომ არამც და არამც არასოდეს ჩვენ არ დაგესხმებით. ანუ იარაღის გამოყენებით არ აღვადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს თითქოს კეთილშობილური და სწორი განცხადებაა, მაგრამ ნევარ რატომ იძლევი ამ დაპირებას და რატომ აპირებ რომ მისცეს და აპირება სოხუმის სეპარატისტულ რეჟიმს და არის თუ არა ეს ერთგვარი აღიარება აფხაზეთისა დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ბევრი იტყვის, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე ვერც წავა აღიარებაზე, ვერც წავა ბიზინა ივანიშვილიო, ეს ბევრი შესაძლოა მართალიც არის. 90-იანი წლების დასაწყისის ეს ამბავი კი გამახსენდა სულ სხვა მიზეზით, გულახდილად გეტყვით, ეს არის ამბავი თავგადასავალის გაგრძელება, ამბავი, რომელიც უკრაინის გარშემო ტრიალებს. დღეს
უკრაინას ეუბნებიან დაახლოებით კი არა სუსტად შემდეგ რამეს, დაახლოებით იმგვარ რამეს, რაც გვითხრეს ჩვენ დავის დროზე 90-იანებში. კერძოდ ეუბნებიან, რომ მოდი დონბასის ტერიტორია დატოვე, ის დონბასის ტერიტორია, რომელიც რუსეთს ვერადავერ დაუპყრია, აგე უკვე 4 წელი გავა ის პატარა ნაგლეჯი დონბასისა და ამის სანაცვლოდ არც იმას არ ეუბნება გაგიკვირდებათ და შეერთებული შტატები, ტრამპის შეერთებული შტატები, რომ უკრაინის დანარჩენი ტერიტორია იქნება დაცული, რომ უკრაინის უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი, მრავალი ათეული წელი კი არა, ან ამდენიმე წელი კი არა, სულ იქნება უზრუნველყოფილი, ამას არ ეუბნებიან, კვლავ ვიმეორებ, კიევს ვაშინგტონიდან. რეალურად სხვა გზავნილები უფრო ისმის, თლად გულახდილები თუ ვიქნებით. იყოს უკრაინა დაემსგავსოს ერთგვარად კორეას, რომელიც როგორც ისიც ორ ნაწილად არის გაყოფილი, ესე დავარქვათ, საშინელი კორეა არსებობს ჩრდილოეთ კორეის სახის, ჩრდილო კორეის სახის და განვითარებული და კარგი კორეა არსებობს სამხრეთ კორეის სახით. ოღონდ ეს კონფლიქტი, ეს ამბავი უფრო ზუსტი რო ვიყო, გრძელდება უკვე ათეული წლებია და სამხრეთ კორეელსაც ნელ-ნელა უნავლდება თუ უქრება იმედი იმისა, სამხრეთ კორეელ პატრიოტს, ამიშნულობა აქ რაგვარც დავასახელებ ახლა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ოდესმე შევა ცივილიზაცია. რომ ჩრდილოეთ კორეაც გახდება სამხრეთ კორეის, ანუ უბრალოდ კორეა იქ ჩამოყალიბდება ერთიან სახელმწიფოდ. დაემხობა ის რეჟიმი, რომელიც იქ არის და რომელიც რასაკვირველია, ბოროტების ერთ-ერთი ღერძია მსოფლიოში და საშინელთა სორის საშინელია. უკრაინასაც თითქოს ამას ერთის მხრივ ან მეორე მხრივ შესაძლოა ფინურ ვარიანტსაც ისთავაზობენ, თუმცა მე პერსონალურად მგონია, რომ არც ფინური ვარიანტი გამოვა უკრაინაში და არც კორეული და პირველ ყოვლისა არ გამოვა, იმიტომ რომ თავად უკრაინელი ხალხი, ისევე როგორც უკრაინის შეერაღებული ძალები ან უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ არის ყაბულ, აი ფინეთთან მიმართ ფინეთსაგან განსხვავებით, მაინც ამგვარი რამ არ მოხდება მე ფინეთს 30-იანი წლების მიწურულისა თუ 40-იანი წლების დასაწყისისა რასაკვირველია არ ვაკრიტიკებ მის მაშინდელ პოლიტიკურ ლიდერშიპს, მაგრამ იქ მაინც ამ კარელიის დათმობა მოხდა სტალინის იმპერიისათვის. აქ არავინ, უხეშად ვიტყვი, ზელენსკი და ზელენსკის გუნდი არაპირებენ უღიარონ რუსეთს დონბასი ან მთლიანად დონბასი და ყირიმი და აგრეთვე ზაპოროჟიეს ნაწილი და ხერსონის ნაწილი მის ანუ რუსეთის ტერიტორიად. და ტრამპი დაბეჯითებით ითხოვს შეწყვიტეთ ცეცხლი და ცეცხლის შეწყვეტის მთელი ხაზის გასწვრივ შემოთავაზებულია ეგრეთ წოდებული დემილიტარიზებული ზონა კორეულის მსგავსად. აქ კორეაში დაახლოებით მსგავსი ვითარებაა. მე კიდევ არ შეიქმნება უფრო ღრმა ზონა, რომელშიც მძიმე ტექნიკა არ უნდა იყოს შეყვანილი და ამერიკელები ამით ცდილობენ დაარწმუნონ ზელენსკი, რომ მან გაიყვანოს ჯარი დონბასიდან, რომელიდანაც ზელენსკი უბრალოდ ვერ გაიყვანს ჯარს. რატო ყვები ამას? ამერიკელებმა ზელენსკიმ რომც გაიყვანოს, ანუ ისეთივე შეცდომა რომ დაუშვას, როგორც დაუშვით ჩვენ გასული საუკუნის 90-იანების დასაწყისში, კონკრეტულად 27 ივლისი დავასახელე მე ახლა სოჭის შეთანხმება 93 წლისა რუსეთის ფედერაციასთან, რუსეთი გადამგდები ქვეყანაა. და გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ ის დესანქცირებული იქნება, დეიზოლირებული იქნება თუნდაც ნაწილობრივ, ის უთუოდ მოფერიანდება და უთუოდ იმ ტერიტორიებზეც განაცხადებს პრეტენზიას, რომლებზეც ახლა პრეტენზია ან თითქოს არ აქვს. აგე გამოჩნდა ინფორმაცია კიდევ ერთხელ, რომ ჩვენო პრეტენზია გვაქვს ოდესაზეც კიო. უკრაინა მთლიანად უნდა მოუწყვიტოთ შავ ზღვას, ანუ ყირიმი არ გვაკმაყოფილებსო, ოდესის ოლქსაც. ოდესასაც უნდა შეუტიოთო. ეხლა რომელიმე თქვენგანი იტყვის, რომ რომელიმე სულელმა ჟურნალისტმა წარმოთქვა ეს წინააღმდეგობა და ეს ასე არ არის. რომელიმე სულელი ჟურნალისტი რუსეთში, რომელიმე სულელთან არის კავშირში რუსეთის ფედერაციის კრემლში, ან საგარეო უწყებაში, ან FSB-ში, ბუნებრივია, ისინი ზონდირებას აკეთებენ თემებისა და უკვე მერე საზოგადოების ან მსოფლიო თანამეგობრობის რეაქციიდან გამომდინარე, ან შესაძლებლობისთანავე, რატომაც არა იწყებენ ექსპანსიას სხვა მიმართულებითაც. სხვა მიმართულება, ეგ რა მაგის პასუხია და გაგიკვირდებათ და შეიძლება იყოს არა მხოლოდ უკრაინა რუსეთის მოფერიანების შემდეგ, არა მხოლოდ უკრაინის გადარჩენილი ნაწილი
რომელშიც ჩაიდება გარკვეული ინვესტიციები, ამერიკელები აღდგენის ფონდს გააკეთებენ, ევროპელები თავის ძალის ხმევას მიმართავენ, უკრაინა რასაკვირველია, ომის შეწყვეტის შემთხვევაში, როგორც არ უნდა შეწყდეს, დაიწყებს გარკვეულ განვითარებას და ევროკავშირშიც 27-ში, 28-ში, 30-ში უთუოდ შევა. მაგრამ სხვა მიმართულება აქტიური ომის ფაზისა შეიძლება იყოს გაგიკვირდებათ და ევროპის კონტინენტი. ამიტომ მე ეხლა თამამ პროგნოზს, ერთ-ერთ პროგნოზს გავაკეთებ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომი შეწყდება ახლა, ომი გაგრძელდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, ცხადია ეს ექსკლუზივი როგორც ასეთი, მე არ მეკუთვნის, რუსეთი მოფერიანდება თუ არა, მომძლავრდება თუ არა, გააძლიერებს რა ჩინელების თუ სამხრეთ კი არა ჩრდილოეთ კორეელების დახმარებით, ან ირანელების დახმარებით, საკუთარ სამხედრო ინდუსტრიას, გამოვარა ამ შოკური მდგომარეობიდან, რუსეთი რასაკვირველია შემოარღვევს იმ პირობებს, რომლებიც მას დადებული ექნება ამ თავით. ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციაში ამას არ ან ძნელად თუ ხმდებიან, მათ გონიათ ან უნდათ რომ ეგონოთ რომ თუ ახლა გააჩერებენ ომს და რაღაცა ბუფერულ ზონებს გააკეთებენ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ რუსეთი გაჩერდება. თუ ინვესტიციას განახორციელებენ დანარჩენ უკრაინაში, რუსეთი მით უმეტეს გაჩერდება, მე გეტყვით რომ მით უმეტეს არ გაჩერდება მეთქი. მაგრამ შეტევა, შესაძლო შეტევა 2-3 წლის შემდეგ ომის დღეს გაჩერების შემთხვევაში უკრაინის მიმართულებით არ არის ერთადერთი შესაძლო ტრაგედია ამ სივრცისათვის, მთელი მსოფლიოსათვის. შეერთებული შტატები პროცესიდან რომც გავიდეს, ან მოდი სხვაგვარად ვიტყვით თუ გნებავთ, რომ გავიდეს, რუსეთი უკვე ახლავე იქნება მზად იმისთვის, რომ არა მხოლოდ დარჩენილ უკრაინას შეუტიოს, არამედ ჰიბრიდული ომის ელემენტების გამოყენებით შეუტიოს ევროპის აღმოსავლეთ ფლანგს განსაკუთრებით. ეს არის ბალტიის 3 სახელმწიფო, ასაკვირველია, ეს არის ჩეხეთი, ნაკლებად არის სლოვაკეთი და უნგრეთი, ნაკლებად არის ალბათ ბულგარეთი და რუმინეთი, მაგრამ რატომაც არა, ეს არის პოლონეთი, ეს შესაძლო არის გერმანიაც კი გაგიკვირდებათ და კვლავ ვიმეორებ ჰიბრიდული ომის ელემენტებით, მათ შორის კონვენციურად და საერთოდ უნდა გავიგოთ, რომ 2000-იანი წლების 10-იანი წლებიდან რატომ განსაზღვრა და თქვა, რომ მხოლოდ კონვენციური უხეშად სახმელეთო ოპერაციები აღარ არის ომი როგორც ასეთი. ომი შეიძლება იყოს, კი არა, ომი არის ჰიბრიდული ყველა ელემენტი, პრაქტიკულად საინფორმაციო, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და ასე შემდეგ მერკეტების თუ იერარქიის გამოყენება, რასაკვირველია ომი არის აგრეთვე ომი ციდან თუ ცაში, ზღვიდან თუ ზღვაში, ხმელეთიდან თუ ხმელეთზე. დიახ, მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რუსეთს კი მოდიშებს და უკანალი არ ეყოფა, რომ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს, მათ შორის არც სუვალკის დერეფნის ანუ კალინინგრადის მიმართულებით სუვალკის დერეფნის გააჭრითა და კალინინგრადში შესვლით შესაძლოა და ალბათ უფრო არ ეყოფა, მაგრამ მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რუსეთს არ აქვს ერთი ადგილი, სწორედაც რომ უკანალიო, ესე წარმოვთქვი, ერთი ადგილი რომ არა აფრინოს რომელიმე ასაფრენი ზოლიდან უპილოტო საფრენი საშუალე შაჰიდი დრონები თუ ავიაცია ზოგადად და 1 2 და 20 კი არა 40 და 60 კი არა 200 და 250 და 270 თუ 570 შაჰიდი დრონი არ ააფეთქოს პოლონეთის მაგალითად პოლონეთის ან ავიცი ლატვიის ტერიტორიაზე მით უფრო რომ ანკლავები თუ სწორედ სიტყვა არა კარგი სხვაგვარად ვიტყვი დასაყრდენები ცალკეულ ევროპულ სახელმწიფოებში გაგიკვირდება და განსაკუთრებით ბალტიის სახელმწიფოებში და ამ ბალტიის სახელმწიფოებიდან განსაკუთრებით სწორედაც რომ ლატვიაში მას ყავდა ეს უკვე სხვა ისტორია მაგრამ ყავს და ეყოლება რუსულენოვანი მოქალაქეების სახით რომლებიც შიდა არეულობასაც შეუწყობენ ხელს რამე რომ იყოს და ასე რომ განვითარდეს მოვლენები. ამიტომ ახლა ამერიკა გავა თუ არა უკრაინის კონტექსტიდან, რომც გავიდეს, ევროპის ამოცანა არის უკრაინის გადარჩენა იმ ტერიტორიისა გამარჯვებაზე ჯერ ალბათ მაინც ადრეა საუბარი, სტრატეგიულად უკრაინა გამარჯვებულია, მაგრამ ტაქტიკურ დონეზე ყირიმისა და დონბასის, ყირიმისა და დონეცკისა და ლუხანსკის, აგრეთვე სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე დღის მდგომარეობით ალბათ ადრეა საუბარი, უკრაინის გამარჯვება თუ გნებავთ არ დამარცხება ვიტყვი ასე იქნება რომ უკრაინის გადარჩენილი ტერიტორია გადარჩეს როგორც სახელმწიფო თუნდაც უამერიკოდ
და აქამდე აი რაღაც ამ პროცესში შევიდეს ევროპის კონტინენტი, რომელსაც თავადაც კვლავ მიმეორებ ემუქრება საფრთხეები პუტინმა ამ რამდენიმე დღის ერთი კვირის წინ დაახლოებით თქვა, ის რასაც უკრაინაში ჩავდივართ ეს თამაშობა, რეალური ომის ჩვენება თუ უნდა ევროპას ჩვენ ევროპაში ვაწარმოებთ ომს, კვლავ მიმეორებ ეს სახმელეთო ოპერაცია, როგორ გავბედო ახლა და როგორ თქვა, მაგრამ ალბათ და ნამდვილად ვერ იქნება 5 სოფელი ვერაუღია 4 წელიწადია რუსეთს სახმელეთო ოპერაციებით და ვარშავას და ბერლინს ტალინსა თუ პრაღას ვერ აიღებს რასაკვირველია არავინ არ კამათობს ამასთან დაკავშირებით რიგას ვილნიუსს თუ ასე შემდეგ მაგრამ აი ციდან რომ შეაწუხოს ან ზღვიდან რომ შეაწუხოს ხსენებული სახელმწიფოები და არა მხოლოდ ეს გამორიცხული სულაც არ არის და ევროპამ უნდა გაძლოს. გაძლოსში მე ვგულისხმობ არა მხოლოდ პროპორციული ან სიმეტრიული, ან თუნდაც ასიმეტრიული პასუხის გაცემას რუსეთისათვის და პასუხი უნდა გაეცეს რასაკვირველია რუსეთს, ანუ მხოლოდ შეშფოთება აღშფოთებით არ უნდა შემოიფარგლოს ბერლინი იქნება ეს თუ ზოგადად ევროპა ამ სცენარით მოქვლენების განვითარების შემთხვევაში არამედ უნდა ამოქმედდეს ნატოს მეხუთე მუხლი თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე მით უფრო რომ შეერთებული შტატები თუ არ გავა ატლანტიკური ალიანსიდან ყოველ შემთხვევაში ისეთი აქტიური აღარ იქნება ისეთი აქტიური კონტრიბუტორი აღარ იქნება როგორც იყო სხვა პრეზიდენტების ან სხვა დროს ან სხვა ეპოქებში 50-იანი წლებიდან მე არ გამოვრიცხავ გულახდილად გეტყვით რომ ერთ წამს გავარებოთ ევროპისა და რუსეთის შესაძლო ომს თავი მე არ გამოვრიცხავ რომ აი ამ ყველაფრით მანამდე თუ მერე შეგულიანებულმა ჩინეთმა არც თუ შორეულ მომავალში ტაივანის დაპყრობა სრული დაპყრობა გადაწყვიტოს და არც იმას ვიტყვი რომ ეს არ გაუიოლდება მეთქი თვალის დახუჭვის განსაკუთრებით ვაშინგტონიდან თვალის დახუჭვის ან ერთგვარი მსუბუქი კრიტიკის გათვალისწინებით მაღალი ალბათობით ასეთი კრიტიკა დახვდება სწორედაც რომ პეკინს ჩინეთს რასაკვირველია ტაივანის დაპყრობა ტაივანის ოკუპაცია რასაკვირველია გაუვა რაც არ უნდა ხმამაღალი განცხადებები გააკეთოს ცალკე ბრიუსელმა და ცალკე ვაშინგტონმა საწყის ეტაპზე რუსეთის უკრაინაში ექსპანსიის ერთ-ერთი ცუდი შედეგიც ის არის ინტერვენციისა და ოკუპაციისა რომ ახალი მსოფლიო წესრიგი იქნება ასეთი თუ ძალა გაქვს შენ შეგიძლია ნებისმიერი რამ გააკეთო ამას ჰკარნახობს რუსეთი დანარჩენ მსოფლიოს მას აქვს ძალა აღიაროთ და გლახდა სამწუხაროდ შეერთებული შტატების ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ადმინისტრაცია ჯერჯერობით ამ ლოგიკას ერთგვარად მიხვდება მე მესმის რომ ამერიკა ყველგან ვერ იქნება მე მესმის რომ შეერთებული შტატები მართალია გარკვეულწილად ევროპასთან როდესაც მამ უკანასკნელს საყვედურობს რომ კი მაგრამ შენ რა გააკეთე უკრაინაში ომის ღირსეულად დასრულებისთვის ან უკრაინის გამარჯვებისთვის უფრო მეტ ფულს უხდიდი აღმოჩნდა ევროპა ხარ შენ და რუსეთს და არა უკრაინასო ლოგიკური ამბავია ეს სწორი არგუმენტია მაგრამ სოფლიო ჟანდარმი ჭყალებში დასაკვირველია როდესაც ამბობს რომ მე აღარ ვიქნები გლობალური მოთამაშე და აგე ნატოდანაც კი შესაძლოა გავიდე და რუსეთს როგორც უხეშ ძალას ვუთმობ ეს ნიშნავს იმას რომ ახალ კონფლიქტებს და ახალ ექსპანსიებს ედება საფუძველი ეს რომ თქვა დღიად ევროპისა და რუსეთის ომი მოსალოდნელია მეთქი ასე ხმამაღლა გამოვარ ომი მე ვამბობ რასაკვირველია ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტების გამოყენებით გარდა სახმელეთო ოპერაციებისა მაგრამ ამერიკამ რომც მიატოვოს უკრაინა ცალკე და ევროპა ცალკე და ორივე ერთად ევროპამ უნდა გაძლოს და დაელოდოს უკეთეს დროებას უკეთესი დროება კი ვინმე თუ იტყვის რომ აუცილებლად დადგება 2028 წლის ნოემბერში 29 წლის დასაწყისშიო მე ამ ვინმეს ზელად თუ დამეთანხმები დიახ მაღალი გარკვეული ალბათობით ტრამპიზმი როგორც ასეთი გარკვეული ალბათობით დამარცხდება მაგრამ გარკვეული ალბათობით ის შეიძლება სულაც არ დამარცხდეს და სხვაგვარად და კიდევ უფრო მძიმედ მაგალითად ევროპისთვის ტრანსფორმირდეს არ დავასახელებ ეხლა კონკრეტულ ერთ თუ რამდენიმე შესაძლო კანდიდატს რომელმაც ტრამპის გზა არათუ შეიძლება გააგრძელოს არამედ გააორმაგოს გაასამაგოს კიდევ უფრო მძიმე გახადოს ევროპისთვის მეთქი ევროპისათვის და უკრაინისათვის ამ კონტექსტში მე მახსენდება გულახდილად გეტყვით კირილ ბუდანოვის სიტყვები წაგიკითხავთ ამ სიტყვებს უკრაინის დაზვერვის შეფი
ახლავე ამბობს შემდეგ რამეს დაზვერვის მეთაური გენერალი კირილ ბუდანოვი ამბობს უკრაინა ან გახდება მსოფლიო წესრიგის ახალი წესრიგის ნაწილი ან შექმნის ახალს სხვა ვარიანტი არავის არ აწყობს სიტყვა არ ვიცი შეიძლება შესაძლოა თარგმანშიც არის დაშვებული შეცდომა მე სხვაგვარად თარგმნიდი კი არა სხვა ინტერპრეტაციას გავუკეთებდი ამ სიტყვებს თუ მაინც და მაინც კერძოდ სხვა ვარიანტი არც არსებობს დიახ უკრაინა თუ მიტოვებული იქნება შეერთებული შტატების მიერ და თუ არ იქნება ჩაწერილი მსოფლიო ახალ წესრიგში ასე მაგალითად ნატოს წევრი თუ არ გახდება უკრაინა საკუთარი თავის გარშემო შექმნის შემოკრებს ასე ვიტყვი იმ სახელმწიფოებს რომლებიც რუსეთთან წინააღმდეგობისთვის მზად არიან ან იქნებიან ან სურვილს აფიქსირებენ ან ხვდებიან რუსეთის როგორც ავი და ბოროტის სახელმწიფოს არსა და სამომავლო გეგმებს ჭურეტენ პორტუგალია უკრაინის გარშემო მყოფ სახელმწიფოთა შორის სულაც არ იქნება მაგრამ აი ახლა ნეიტრალური ავსტრია შესაძლოა იყოს კიდეც არა ნეიტრალური ავსტრია შესაძლოა არც იყოს მაგრამ ბრიტანეთი გერმანია ჩეხეთი პოლონეთი ბალტიის სახელმწიფოები ნიდერლანდები მე არ მინდა გამოვჩეს მნიშვნელოვან სახელმწიფოთა შორის იტალია რასაკვირველია საფრანგეთი გერმანია ვთქვი მე მგონი ხო ესენი რასაკვირველია უკრაინის გარშემო შემოიკრიბებიან იმიტომ რომ ყველა ხვდება ამ თავარს რუსეთის დღეს და ახლა გაჩერება უკრაინაში გაჩერება არის აუცილებელი თუნდაც უკრაინის გამარჯვების ხმელეთზე გამარჯვების გარეშე იმისთვის გარეშე კვლავ ვიმეორებ იმისთვის რომ რუსეთი არ მოფერიანდეს 2-3-5 წელიწადში და უკვე ევროპაზე არ მიიტანოს იერიშები მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ რომელიც ყველა ამ თეორიას ამსხვრევს ასე ვიტყვი ან მნიშვნელოვანწილად ამსხვრევს მე ახლა ჩავიხედები ვიკიპედიაში მე კი ზეპირად მახსოვს მაგრამ მინდა რომ მოვატრიალოთ ოდიში პირდაპირ გვარს ავკრებ ქართულად ავკრებ რომ თქვენთვის უფრო აი გავხსენე ისიც ხო ეს საზიზღარი კაცი ვინც არის ეს არის პუტინი არის 7 ოქტომბერს დაბადებული. პუტინი არის 7 ოქტომბერს დაბადებული 1952 წელს. შესაბამისად 2025 წლის 7 ოქტომბერს ის გახდა 73 წლისა. ანუ უკვე გვარიანად ასაკშია შესული. აი მე რომ გადავამოწმო ახლა ბრეჟნევი რომ მოკვდა იმაზე ოდნავ ახალგაზრდა 73 წლის ხო არის პუტინი. ეხა ბრეჟნევი დავსერჩოთ თქვენის ნებართვით. 75 იყო თუ არ ვწდები. ნახოთ. 1982 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა 1906 წელს დაბადებული რო არ შემეშალოს 76 წლისა. ანუ უახლოვდება ბრეჟნევის, აი წარბა კაცი რო იყო, იმის ასაკს ეს დედასაიმასკნებელი კაცი. მოკლედ როცა იქნება პუტინი მოკვდება მეთქი ამის თქმა მინდა ან მანამდე ვიდრე საკუთარ ბიზნესს მიაღწევს ბოლომდე ან უახლოეს მომავალში ან გაასაღებენ ან ბუნებრივი სიკვდილით მოკვდება ყოველ შემთხვევაში 2036 წლამდე როგორც აქვს განზრახული 2036 წლამდე 1952 რომ გამოვაკლოთ 84-ის იქნება ამ შემთხვევაში ის მაღალზე მაღალი ალბათობით ვერ მიაღწევს და ახლა კითხვა მაქვს ვინც მოდის პუტინის შემდეგ ის ისეთივე არაადეკვატური იქნება და იმპერიალისტური იქნება და ასუსტებული რუსეთის კვალობაზე და გათვალისწინებით როგორც პუტინია მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს პასუხი ასეთი რომ ყველა რუსი ერთმანეთზე უარესია და პუტინზე უარესიც კი შეიძლება ვიხილოთ ჩვენ ადეკვატური და სწორი პასუხია თუმცა პასუხი მეორე გვარი რომ პუტინ დედასაიმასკნებელს შედარებით ადეკვატური ლიდერი შეცვლის ესეც შესაძლოა იყოს სწორი პასუხი. ამიტომ უშინაც მქონდა მე ამაზე ამ სათაურით ვიდეო ბლოგი, ეხლა ასე არ დავასათაურებ თქვენის ნებართვით, მაგრამ მაინც სლოგანს კი მოგახსენებთ, შეგახსენებთ. უნდა გაუძლოს უკრაინა მეთქი, უნდა გაუძლოს უკრაინა. უნდა გაუძლოს უკრაინამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ვაშინგტონი მას მიატოვებს. ეს არის გასაძლები, უხეშად ვლაპარაკობ. 3 წელიწადი, 5 წელიწადი არ ვიცი, ვერავინ ვერ იტყვის. მაგრამ ევროპელთა დახმარებით, მეოხებით,
შეწევნით რა საკვირველია უკრაინა გაუძლებს კიდეც გავბედავ და ვიტყვი ასე და თუ გაუძლებს მის გარშემოც ჩამოყალიბდება სრულიად ახალი ტიპის ალიანსები. კითხვა მაქვს აქედან გამომდინარე ჩვენთან მიმართებაში. ამ დაპირისპირებაში ტაივანს ურტყავს ჩინეთი. ევროპას გარკვეული ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტებით ურტყავს რუსეთი. შეერთებული შტატები გადის ან არ გადის, მაგრამ თქვათ გადის პროცესიდან, მაგრამ ვენესუელას ამასობაში ურტყავს და იქ მადუროს რეჟიმს ცვლის. ამ დაპირისპირებაში, რომელიც ამ турბულენციაში, რომელიც როგორც ჩანს, მაინც გარდაუვალია. ჩვენ ვისკენა ვართ. ღირებულებები ვისკენაც უნდა ვისთანაც გვაქვს საერთო ღირებულებები, ან უნდა გქონდეს საერთო ღირებულებები, თუ ძალა ვისაც ექნება. ბიზიდა ივანიშვილის ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ბიზიდა ივანიშვილის რომ ჰგონია რომ ძალა რუსეთ-ჩინეთისკენ იქნება, მისკენ გადადის ამიტომაც, მაგრამ დამატებით კიდევ იმიტომ გადადის, რომ ღირებულებებიც ასეთი რუსული აქვს. რუსულ დერჟავისტულ დერჟი მორდული. ამიტომ ის სიმართლის მხარეს ევროპის დასავლეთის ცივილიზაციის დემოკრატიის თავისუფლების მხარეს არ იქნება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპა მას მიაჩნია რომ უფრო სუსტია ვიდრე რუსეთი. არამედ იმიტომაც რომ ევროპა მას ბუნებრივად შინაგანად შიგნეულად ეზიზღება. მას უნდა ეს იმგვარი მართლობითი სისტემის, ან იმგვარი ურთიერთობათა სისტემის, ქვემოდან ზემოთ ყურების სისტემის ჩამოყალიბება დამკვიდრება საქართველოში, როგორიც მან ნახა რუსეთში და როგორშიც ის აღიზარდა როგორც პერსონა, მეთქი ასე ვიტყვი, როგორც შემდგარი პერსონა, როგორც მილიარდერი, როგორც წარმატებული კაცი. იქ როდესაც უყურებდა ის ქვემოდან ზემოთ ვიღაცას, იმიტომ უწყალობეს მას უხეშად საწყისი კაპიტალი კომპიუტერების სახით, როცა ევედრებოდა, როცა არ იყო თანასწორი. იმიტომ რომ თანასწორთა შეჯიბრება არ არის რუსეთში და არა დემოკრატიულ სივრცეებში. იქ არის მონური, პატრონყმული დამოკიდებულება. ბიზიდა ივანიშვილსაც ესე უნდა რომ მას შესცინებდნენ თვალებში და შესცინებენ კიდეც გადაცოტანი და ის იყოს მერე ესე ხელგაშლი ან ხელმოკლე ხელმწიფე, რომელიც იტყვის რომ ესეა და ისეა. ვისკენ მოკლედ ვისკენ იქნება ბიზიდა ივანიშვილი ამ შესაძლო ცივილიზაციურ უფრო დიდობში. რა საკვირველია რუსეთისაკენ, როგორც ვისკენ იქნება ქართველი ხალხი, რა საკვირველია უკრაინისაკენ და ეს ერთ-ერთი განვითარების ერთ-ერთი ვექტორია ჩვენი. რა საკვირველია უცნაურ სახელმწიფოს ვახსენებ ახლა და თურქეთისაკენ, რომელმაც უნდა ჩაგვიბას ჩვენ უსაფრთხოების კონტექსტში და სწორი ურთიერთობა გვაქვს ჩამოსაყალიბებელი ანკარასთან. რა საკვირველია ბრიუსელისაკენ, ან ევროპული სივრცისაკენ ასე ვიტყვი, რომელსაც ბევრ შარს მოუდებ, მაგრამ მაინც და რა საკვირველია ვაშინგტონისაკენ, რომელიც ივაშინგტონებს გარკვეული პერიოდის შემდეგ მე გაგახსენებთ რომ ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში თავიდანვე სულაც არ ჩართულა, მაგრამ როცა ჩაერთო, ის რა საკვირველია ისტორიის ნათელ მხარეს არათუ დადგა, არამედ ნათელი მხარის თავარი ლოკომოტივი ძალა იყო და მისი ძალის ხმევით დასრულდა მეორე მსოფლიო ისე ომი, როგორც დასრულდა, ანუ დამარცხდა ჰიტლერის ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირიც დამარცხდა სწორედ შეერთებული შტატების მთავარ ძალის ხმევით. ევროპას არ მოკარგავთ რა საკვირველია წვლილსა და როლს. ნახვამდის.